ეს უბრალოდ წკამი არ არის. პირდაპირ ხაზია ხელისუფლებასთან. დაჯიქი, თქვი შენი სათქმელი. მთავრობა გისმენთ. მე ვარ კახა ციქარიშვილი, დიუშენი დაავადებული ბავშვის მშობელი. ჩვენ საქართველოში ყავს 100-მდე დიუშენი დაავადებული ბავშვი, რომლებსაც აქვთ ფატალური პრობლემა. ამ ბავშვებს აქვთ გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების დასუსტებას და ნაადრევს სიკვდილს. ზოგიერთი ბავშვი არის მოსიარულე, ზოგიერთი ბავშვი არის ეტლში, ხოლო ზოგი არის მიჯაჭვული უკვე საწოლზე. ყველა მშობელი ინდივიდუალურად ართმევს თავს ამ პრობლემას. ცალკეული მშობლის ძალისხმევა არ არის საკმარისი და არ პასუხობს გამოწვევას, ვინაიდან ბავშვებს ჭირდებათ მრავალპროფილიანი გამოკვლევა ყოველ 6 თვეში ერთხელ და ასეთი გამოკვლევა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. უახლოეს წლებამდე ამ დაავადების სამკურნალო ადეკვატური საშუალებები არ არსებობდა. თუმცა ბოლო წლებში შემოვიდა ახალი პრეპარატები, რომლებიც ძალიან ეფექტურია, ისინი აჩერებენ ამ დაავადების განვითარებას 5 წლით, 6 წლით და უფრო მეტი ვადით. სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ამ მედიკამენტების შემოტანა არც ერთ მშობელს არ შეუძლია, ვინაიდან ისინი არიან ფანტასტიურად ძვირი, ხოლო სახელმწიფოს შეუძლია რომ მოლაპარაკება აწარმოოს ამ პროვაიდერებთან და შემოიტანოს ეს მედიკამენტები სხვადასხვა ფასდაკლებით, სხვადასხვა სქემით, განვადებით და ასე შემდეგ. დღეს სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ დიაფაზიანი მედიკამენტით მკურნალობას, რომელიც არ არის არც ეფექტური და ასევე იწვევს ძალიან ბევრ დამაზიანებელ გვერდით ეფექტებს. მშობლებმა შევქმნით ორგანიზაცია და მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აღმოჩნდა წარუმატებელი. როგორც ჩანს, ეს მოლაპარაკებები მიმართული იყო დროის გაჭიანურებისკენ და ამაში გავიდა წელიწად ნახევარი. შესაბამისად, მშობლებმა ჯერ დავიწყეთ მცირე აქციებით, შემდგომ შევიცვალეთ ლოკაცია და პირდაპირ მიმართავთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. სახელმწიფოს დღის წესრიგში არ შეიძლება არსებობდეს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე ბავშვების სიცოცხლეა. ამიტომ პირველ რიგში ამ პრობლემას უნდა გაართვას თავი ნებისმიერმა ხელისუფლებამ. ეს იქნება დღევანდელი, ხვალინდელი თუ ზეგინდელი. ეს არის პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების წინაშე დადგება, ვინაიდან ჩვენ ყავს ბავშვები, რომლებიც ყოველ დღე იტანჯებიან ამ დაავადების გამო, მათი ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე ყოველ დღე იკლებს და სუსტდება, ამიტომ ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს. თუ სახელმწიფო არ გვიპასუხებს ადეკვატურად, ჩვენ გავაგრძელებთ უფრო მასშტაბურ პროტესტს და უფრო სხვა ფორმებზეც გადავალთ.